ის დღე გახდა უბრალოდ ცნობილი, მაგრამ ის დღე არ ყოფილა ყველაზე მძიმე ჩემთვის. იმიტომ რომ მაშინ ჯერ კიდევ რახან საჯაროდ დავწერე ეს, მინდოდა გადარჩენა. ყველას, ვისაც ეს გააწყვეტილი აქვს, უნდა მოუწოდოთ პირიქით, არა იმიტომ რომ რაღაცა გადაცემის ფორმატი გავალდებულებს, არამედ ფაქტი. ყველაზე ცოცხალი ვარ. და ვზივარ და ვლაპარაკობ და რაღაც სიხარულები ჩემ ცხოვრებაში არსებობს. ეს ხო დადასტურებული ამბავია, მათ ცხოვრებაშიც ეგრე იქნება. მე მახსოვს დღე, ბუნებრივია, როდესაც პირველად ვიგრძენი საკუთარი თავი ამ სამყაროს ნაწილად. რაღაცა წინასწარი სურვილები არ მაქვს. ახლა ცხადია მინდა რომ რაღაცეები გახანგრძლივდეს, მათ შორის თუნდაც კეკეს გამო, ჩემი შვილის გამო, რაც ეროვნულ ბიბლიოთეკაში აღარ ვარ, რეალურად აღმოჩნდა რომ და ეგრე განვითარდა რომ მაინც იგივე საქმეს ვაკეთებ და უფრო დიდი ინტენსივობითაც რაღაც კუთხით. გამარჯობა, გილოცავთ ახალ 2026 წელს. გისურვებთ წარმატებებს და ბედნიერებას. დღეს ჩემი გადაცემის წლის პირველ ეპიზოდს წერდა სტუმარი, ამჯერადაც განსაკუთრებული მყავს. თუმცა მანამ სანამ სტუმარზე გადავალთ, მინდა ძალიან გულწრფელად მოგიყვეთ იმის შესახებ, თუ რა იყო, რა არის და რა იგეგმება უახლოეს მომავალში ჩვენს არხზე. 2025 წლის მეორე ნახევარში დავიწყე საქმე, რომლის კეთებაც ყველაზე ძალიან მიყვარს. როგორც აღმოჩნდა, საკმაოდ წარმატებითაც. ამაზე ჩვენი რეიტინგები მეტყოლებს და ამისათვის განსაკუთრებული მადლობა თქვენ, ჩვენს მაყურებელს. წლის ბოლოს ჩვენს არხზე დავამატეთ ახალი რუბრიკა ბიზნეს ამბავი, სადაც ნებისმიერი ბიზნესის წარმომადგენელს აქვს შესაძლებლობა, რომ საკუთარი ბრენდის პრეზენტაცია ჩვენს სიუჟეტებში მოახდინოს. და ეს ყველაფერი არ არის. ჩვენ წინ კიდევ ბევრი საინტერესო სიახლე გვაქვს, თუმცა ამ დეტალებზე ახლა არ დავკონკრეტდები. უბრალოდ გირჩევთ ერთს, რომ თუ ჯერ არ ხართ ჩვენი გამომწერი, აუცილებლად მოგძებნოთ და გამოგვიწეროთ YouTube-ზე საძიებო ველში, როგორც ქართულად, ასევე ლათინურად შენი ამბავი. ჩვენ ასევე ვართ Facebook-ზე, Instagram-ზე და TikTok-ზე. მოკლედ თითქმის ყველა სოციალურ ქსელში მარტივად შეგიძლიათ მოგძებნოთ, გამოგვიწეროთ და თვალი ადევნოთ იმ სიახლეებს, რომელსაც ჩვენ შემოგთავაზებთ. დღევანდელი ჩემი გადაცემის წარმოდგენია ბუნების არტი, ბუნებრივი ორგანული თავისმოვლის საშუალებები, ბუნების გზავნილი ბედნიერება შენთვის. ამ არაჩვეულებრივი ბრენდის შესახებ ჩვენ უკვე ზემოთ აღნიშნულ რუბრიკაში ბიზნეს ამბავი გავაკეთეთ სიუჟეტი, რომელიც შეგიძლიათ ნახოთ თუ ჯერ არ გინახავთ. პირადად მე უკვე მაქვს ბუნების არტის პროდუქცია და დიდ რეკომენდაციას ვუწევ. ჩემი საუბრისას ალბათ შეამჩნევდით, რომ დღეს განსხვავებულ სივრცეში ვიმყოფები. დიახ, დღეიდან აი ესეთი არაჩვეულებრივი, ლამაზი და მყუდრო სტუდია მექნება, რომელიც მომცემს შესაძლებლობას იმისას, რომ ჩემი რესპონდენტები კიდევ უფრო გულწრფელები და საინტერესოები იყვნენ საკუთარი ამბის მოყოლისას. დღეიდან ჩვენი გადაცემის ოფიციალური პარტნიორია სამშენებლო კომპანია მონოლით ჯგუფი. მწვანე საცხოვრებელი ქალაქის გულში, თქვენთვის და თქვენი ოჯახისთვის. იქ, სადაც შენი სახლია, ეს მონოლით ჯგუფია, ჩემი გადაცემის ოფიციალური პარტნიორი. რაც შეეხება ჩემს დღევანდელ სტუმარს, ეს არის ადამიანი, რომლის ცხოვრება, კარიერა და თავარი ამბავიც ბევრი ადამიანისთვის უკვე კარგად არის ცნობილი. დღევანდელი ჩემი გადაცემის სტუმარი არის მწერალი გიორგი კეკელიძე, რომელიც მოგვიყვება საკუთარ ამბებს და გიორგი, ძალიან დიდი მადლობა პირველ რიგში ამ შესაძლებლობისთვის, იმისთვის რომ ხარ ჩვენთან ერთად და დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან საინტერესო და გულწრფელი საუბარი გვექნება. გამარჯობა, ცადოთ, პირიქით, მადლობა შესაძლებლობისთვის, რომ თქვენთან ვარ სტუმრად. დარწმუნებული ვარ, რომ წარმატებული იქნება ჩვენი სეზონი, რომელსაც ახლა ვიწყებთ. აქ შენი სახლია. აქ ჩემი უკვე მეორე სახლია, მონოლით ჯგუფის დახმარებით. ჩვენ უკვე გვაქვს, მე უკვე მაქვს ჩემი სტუდია, ჩვენი არხის გენერალური სპონსორი არის ეს არაჩვეულებრივი სამშენებლო კომპანია და ამ სტუდიაში, ანუ ჩემს სტუდიაში პირველად ხარ, ასევე როგორც ეხლა დავფიქრდი, ხარ ამ გადაცემაში პირველი მამაკაცი რესპონდენტიც. ახლა? ხო, ბევრი პირველია. ჩემი რესპონდენტები ამ გადაცემაში ყოველთვის საკუთარი ამბების მოყოლას იწყებენ სულ თავიდან, ბავშვობიდან. მე მაინტერესებს როგორი ბავშვი იყავი, როგორი ბავშვობა გქონდა. ცითრა, ჩემი ბავშვობა ისევე როგორც ყველა სხვა დანარჩენი ადამიანის იყოფა ორ ნაწილად, ერთი რა მოუთხრეს მას საკუთარ ბავშვობაზე. იმ პერიოდში, როცა მას ეს ამბავი ნაკლებად ახსოვს და მერე უკვე
ცოტა ფრაგმენტული მეხსიერება, რომლითაც ის გარკვეულწილად ცხოვრებაში შეაბიჯებს და მე უფრო გვიანდელი, როდესაც შენ რაღაცები გაცილებით უფრო მეტი დაკვირვებით წამოიღე დიდობაში და განგსაზღვრავს. მოკლედ, როგორც მეუბნებიან, იდეალური ბავშვი იმ გაგებით, რა გაგებითაც ჩვენ ზოგადად ქრესტომატიებში ბავშვებს ვიცნობთ, არ ყოფილა, იმიტომ რომ ვიყავი უკიდურესად ცელქი, ჯიუტი და გარკვეულწილად სტანდარტების შეუსაბამო და ბევრი ასეთი ისტორია მაქვს მოსმენილი საკუთარ თავზე, რომელიც ხო ვიღაცისთვის შეიძლება რაღაც ორიგინალურ მოცემულობად მიიჩნევა, მაგრამ დიდად მომხიბვლელი ბუნებრივი არ არის. მერენდელი ამბები საინტერესო არის ის, რომ რეალურად ჩემი ბავშვობა სოციალური თვალსაზრისით იყოფა ორ პერიოდად. ერთი არის ის, რაც როგორც გითხარით, ნაკლებად მახსოვს და ეგრეთ წოდებული, როგორც მერე ეძახდნენ, კარგი ცხოვრების პერიოდი და მერე შემოდის 90-იანი წლები, რომელიც ყველა ჩვენგანისთვის მეტნაკლებად განცდით მაინც საყოველთაოა და შესაბამისად ის გასაჭირი, რომელიც გარდაულად აისახება. ნოსტალგია გაქვს ხოლმე? არსებობს თუ შეიძლება ასე ითქვას, ადამიანისთვის ადგილები, რომლებიც მიუხედავად იმისა, როგორი იყო ის, რა კონტექსტს გულისხმობდა, მაინც ბედნიერებას ასხივებს. და რემარკს აქვს ძალიან კარგად ეს ნათქვამი, რომ გარკვეულწილად ბავშვობა ჩვენთვის არის ადგილი, სადაც ბედნიერ ჰაერს ვსუნთქავდით. ბავშვობა არის უმიზეზო სიხარულების დრო. მემკვიდრეობა, რომელიც ჩვენ ბავშვობიდან მოგვაქვს, ფსიქოემოციური, მაინც რჩება მძიმე. იმიტომ რომ რაც არ უნდა ვისხლეტდეთ ჩვენ ბავშვობაში ამასაც, არ უნდა დიდი ჯავშანი გქონდეს. გარკვეულწილად მერე და მერე ბუნებრივია ეს ყველაფერი გაზომილია ეს ბუნებრივია ფსიქიატრების და ფსიქოლოგების მიერ საკუთარ კვალს ტოვებს, იმიტომ რომ რაღაცნაირად ამბივალენტური იყო, ხო, ჩვენი ბავშვობა რა ერთი მხრივ გულისხმობდა რაღაც განებივრებას და ყველა მშობელი ირგვლივ ნათესავი ცდილობს, რომ პატარა ბავშვს შესთავაზოს უკეთესი რეალობა, ვიდრე ირგვლივ არის, მაგრამ მეორე მხრივ ჩვენ ხო გავდიოდით ნელ-ნელა სკოლაში მივდიოდით, გარემოს ვეცნობოდით და ვხედავდით, რომ ეს ყველაფერი ძალიან დიდ სირთულეებს კარნახავდა. ბუნებრივი არ იყო კეთილდღეობა და სადღაც შუაში ვიყავით. გაჩხერილებდა ეს გაცილებით დიდი საფრთხეა, იმიტომ რომ გავს ძალიან ჭაობს და შეიძლება ამან მოგატყუოს, შეგიტყუოს და ნელ-ნელა ვთქვათ, თუ შეიძლება ასე ითქვას, უმოქმედობის ნაწილი გახდე და ვეღარ განვითარდე. მე მგონია რომ ჩემს დაუბრუნდათი გაუმართლა ბევრი რაღაც დაემთხვა მე თვითონ იმ პატარა ქალაქშიც ერთმანეთს, მაგრამ საბოლოო ჯამში კი ერთი არის ის, რომ ძალიან დამოუკიდებელი ბავშვი ვიყავი თავიდანვე და მიუხედავად იმისა, რომ ხეს დეკლარირებულად და ჩამოყალიბებულად ეს ამბავი არ მესმოდა, ყოველთვის ვარჯიშობდი დამოუკიდებლობაში. და მე მახსოვს, ეს მოთხოვნილება რატო გქონდა? რაღაცის გარღვევის და შეცვლის გამო. იმიტომ რომ ყოველდღიურობა მაინც და მაინც ასურველ მოცემულობას არ მკარნახობდა. და მე კარგად მახსოვს ამ გადასახედიდან შეიძლება ჩამოვაყალიბოს ხვანაირად და ბუნებრივია ხა ნაიურები არ ვართ რომ მაშინ მაინც და მაინც ესე მწყობრად არ ვფიქრობდი ამას, მაგრამ კარგად მახსოვს პირველ დღე როცა წავედი სკოლაში. და მახსოვს რომ მარტო როცა წავედი სკოლაში. ნუ ალბათ ვიყავი მეორე კლასის ბოლოს ან მესამე კლასის დასაწყისში, მაგრამ დღე თვითონ მახსოვს. და მახსოვს იმიტომ რომ სკოლა არ არის მთლად შორს, მაგრამ არ ძალიან ახლოს, რაღაც კილომეტრ ნახევარი. მახსოვს იმიტომ რომ მაშინ მივხვდი პირველად რომ ამ დამოუკიდებლობას ისე როგორც ყველა სხვა დანარჩენს აქვს თავისი ფასი. როცა წავედი, იქით გზაზე მახსოვს რომ ძაღლი გამომედევნა შარვალი დამიხია, მე ვიღაცებს ვეჩხუბე, მე უკანა გზაზე ფეხბურთი ვითამაშე ტალახში და იქაც რაღაც ჩხუბი მომივიდა, მე რაღაცას გამოვედე ღობეს თუ რაღაც უბედურებას. და სახში რომ დავბრუნდი, ბებიაჩემმა მითხრა ვეღარ გცნობო. და ძალიან გვიან მივხვდი, რომ დამოუკიდებლობა არის ეგ. როდესაც შენ ვეღარ გცნობენ, როდესაც შენ ყოველდღიურად იცვლები. თუ გინდა ცუდისკენ, თუ გინდა კარგისკენ, მაგრამ მოძრაობ, არ დაუვარ. და საბოლოო ჯამში იმ პერიოდს, იმ ეტაპს შენი ბავშვობისას როგორ შეაფასებდი მაინც? ტკბილ წარედ ალბათ, მეტნაკლებად და
გარკვეულწილად თქვათ შემიძლია შეოფასო ამბივალენტურად, აი თოვლი მოვიდა და თოვლზე სულ მახსენდება ხოლმე რომ აი ბებიაჩემს ყავდი ზურგზე მოკიდებული, გურიაში ეძახიან ზუკუტურს ამას და მივყავდი გუკაკიეს საცხობში. გუკაკია იყო კაცი, რომელიც აცხობდა პურს და მხოლოდ იქ ცხოვრობდა პური, სხვაგან არსად იმ პერიოდში მოიხსენებათ რიგების და უპურობის დრო და მახსოვს ეს შეიძლება ასე ითქვას, ჯერ ფერთა სხვადასხვაობა ბებიაჩემს შავი თავშალი ქონდა თავზე, შვილი ყავდა გარდაცვლილი და მახსოვს ეს შავი და თეთრი როგორ მონაცვლებდა ერთმანეთში ზურგზე ვიყავი მოკიდებული, ხან შავი თავშალი მეფარებოდა, ხან თეთრი თოვლი და ამავდროულად მიზანი ხო რომ უნდა წასულიყავი მხოლოდ პური გეყიდა, თან ძალიან ლამაზი იყო. ყველაფერი, ну, ვიცით რომ ის ფრაზა სულ სხვა მიზნით ითქვა თავის დროზე, მაგრამ ეს ზუსტად ის ფრაზა თამაშდებოდა პური და სანახაობა, ხო? გარკვეულწილად, ანუ რაღაცნაირი სევდაც და სიხარულიც ერთიანად, რომელსაც მე უკვე გრძნობდი ბუნებრივია, იმიტომ რომ ვიცოდი რომ რაღაც წესრიგში არ იყო, მაგრამ მიუხედავად ამისა არსებობდა სიხარული, რომელიც ამ ყველაფერს რაღაცნაირად თქვა ავსებდა და ძალიან საინტერესო პარალელებია მართლა პური და სანახაობა. ხო, ეს არის გვიანი პარალელები ცხადია, როცა მე დავიწყე დაკვირვება ჩემს ბავშვობაში, მაშინ მაგაზე არ ვფიქრობდი, მაშინ ვფიქრობდი რომ ნეტა ელექტროენერგია მოსულიყო და ჩემს მეზობელთან გადავსულიყავი და დენდი მეთამაშა. ჩვენ რაღაცნაირად მაინც ნაკლული ბავშვები ვართ და ბავშვობას ვერასდროს ვერ გამოისყიდი, როდესაც შენ დიდი ხარ. ანუ ვერაფრით ვერ შეძლებ მის შევსებას, მისი დანაკლისების შევსებას. ხო, წარმოიდგინეთ, რომ ვიღაც ბავშვი, მაინც ჩემს თავს არ გულისხმობ, ბავშვობაში საღეჭი რეზინი ენატრება და ეოცნებება და გაიზარდა და იყიდა 5000 რა. არც არაფერი, ხო? როგორ გგონია ამ თაობას ეს დუხჭირი 90-იანები დაიწყო? ძალიან. ბევრი რამის გამო. პირველი კომპლექსებიც მგონია რომ ხო, მაგრამ ამავდროულად უპირატესობებიც აქვს. იმიტომ რომ ძალიან სერიოზული და დიდი გადარჩენის თუ შეიძლება ასე ითქვას და უნარი ჩამოგვიყალიბდა, ხო? რომელმაც ბევრი რამ განსაზღვრა და შექმნა. ამავდროულად ურთიერთობების სხვა პლასტები არსებობდა, მაშინ რაც არ უნდა ხა ვიღაცას ნაივურ რომანტიკულად მოეჩვენოს, ეგ იმიტომ რომ სხვა თუ შეიძლება ასე ითქვას, იძულება იყო პერსონალური ურთიერთობების კარგი გაგებით, რაც ადამიანებს უფრო უკეთ გვაცნობდა, ვიდრე ეს ვირტუალურ სამყაროში ხდება. მაგრამ ამავდროულად ცხადია იყო ძალიან ბევრი ტრავმაც და პირველი და გენერალური ტრავმა ალბათ იყო სიხარულის ნაკლებობა და მეორე უკვე ამის რაღაცა საკრალურ შიშად ქცევა. მე მახსოვს რომ აი დიდხანს როცა ვიცინოდი, მეუბნებოდნენ რომ არა არ იცინო, იმიტომ რომ ამან მერე ტირილი იცის. როდესაც შენ ეს გესმის, ეს გრგუნავს და გარკვეულწილად თქვა გაიძულებს ლიმიტირებას, ხო, სიხარულის და ბედნიერების და მე დღეს ეს გამომყვა. და მე დღეს მეშინია პერსონალურად გადაჭარბებული სიხარულისაც, ბედნიერებისაც და სადღაც ვამოხრუჭებ და ვამბობ რომ აი აღარ გინდა, გაჩერდი. თუ რაღაც ძალიან გამიხარდა. სხვანაირი თაობა ვართ, გაცილებით ძლიერი, ფრაგმენტული, დაჩეხილი ნაკლული, მაგრამ ვინ არ არის ნაკლული? ადამიანი ხო თავისი არსით ნაკლული არსება და ეს გაცილებით უფრო საინტერესოა, ვიდრე ვთქვათ, ეგრეთ წოდებული იდეალური ადამიანი. ჩემთვის სრულიად მომაბეზრებელი და სტერილურია. ლიტერატურის მიმართ ინტერესი თავიდან გქონდა? ხო, აქაც პოზიტიური იძულება არსებობდა, სხვა შორის, იმიტომ რომ ირგვლივ ვთქვათ, ასეთი გარემო იყო, მაგალითად დედაჩემს ჰქონდა რვეულები, სადაც ეწერა გააქტიონ დავიძის ლექსები, ბებიაჩემი იყო ფილოლოგი, ბაბუაჩემი იყო ისტორიკოსი, მამაჩემს ზღაპრები უყვარდა, ჩემი ახლო ნათესავებით ძალიან მიდრეკილები იყვნენ ლიტერატურისადმი და ირგვლივ უტრიალებდა ეს განცდა, ფრაზები, სიტყვები, კი, ალღაში ვიყავი. წიგნების ოღონდ იყო ის, რომ რეალურად არეული იყო ტექსტი ჟანრობრივად და ასაკობრივი თვალსაზრისით, რომელიც ჩემთან მოდიოდა, მე მახსოვს, საერთოდ პირველი ტექსტი, რომელიც გონებაში ჩამრჩა, ეგ არის ვალტერ სკოტის ლოხინوار ჭაბუკი, რომელიც სრულად არასაბავშვო ტექსტია, კაცი მიდის და თავის საცოლეს, რომელიც მას უყვარდა და თხოვდება სხვაზე, გამოიხსნის იმ ქორწილიდან, რა ვიცი, ბავშვისთვის ეგ მე მგონი რაღაცა მაინც გასაგები ამბავი არ არის, მაგრამ მაინც დამრჩა. იმიტომ რომ ჯერ ფანტასტიკური თარგმანია და მე
რაღაც ჰეროიკული, რაც უნდა გაუგებარი იყოს ბავშვის რჩება, ვეფხისტყაოსანი ციგრის შემოვიდა, საბავშვო ლექსებიც და ასე შემდეგ და შემდეგ და მე ერთი ხშირად ყვები მაგას, რომ ერთი ოჯახური ლეგენდა არსებობდა. მე მგონია რომ ბებიაჩემის ხელი ურევია მანდ ეგ წაეხმარა მაგ სიტუაციას და მისი დაწერილი უფროა, მაგრამ იძახდა რომ თითქოს 3 წლის ვიყავი, როცა ეგეთი ლექსი ვთქვი. ჭრიჭინა და წვიმა მიყვარს ქარია და ქარი, ბავშვებო არ გამოხვიდეთ, არ გააღოთ კარი და ნუ არ ვიცი. ბებიაჩემის დაწერილი მგონია მე პირადად, მაგრამ ისინი ამბობდნენ რომ არაო, გიორგი დაწერა და სერიოზული მწერალი გამოვაო და მართლა? ამდენად გაამართლა არ ვიცი. ეს ბებიამი წინასწარ მეტყველა თუ ყველა სხვა თან ხვდებოდნენ ოჯახში? ანუ ყველა წინასწარი სხვა დანარჩენი ადამიანიც ბებიაჩემის თამადობით და სხვა დანარჩენებისაც აქ თამადობა გადანაწილებული იყო დროის და სიტუაციის მიხედვით. უდიდესი და ჩაუხრელი იერიშით უტევდა ჩემს მომავალს, რომ ის აუცილებლად უნდა ყოფილიყო ჰუმანიტარული, აუცილებლად უნდა ყოფილიყო წარმატებული. წარმატების წინასწარი იძულება მქონდა სამწუხაროდ. სამწუხაროდ იმიტომ, რომ რეალურად ეს გავლენას ახდენდა ცხადია. ბავშვობას ვერ მართმევდა, იმიტომ რომ ძალიან ცელქი ბავშვი ვიყავი და სულ თამაშობდი უკან ჩაის პლანტაციებში, ხან ფეხბურთს, ხან ურბანას, ხან ათას უბედურებას. და ესეთი, თქვათ, სახში გვიან მივსვლელი ადამიანი გახდით, მაგრამ რეალურად ეს მოცემულობა ხო თან კარგი იყო იმით, რომ ბუნებრივია მივყავდი წიგნებთან და ამგვარი, თქვათ, ერთგვარი ხელის წაკვრით ძალიან დიდ და სერიოზულ სამყაროს გავეცანი, მაგრამ მეორე მხრივ ბუნებრივია რაღაც კომპლექსებს მიჩენდა, იმიტომ რომ წინასწარ როცა ადამიანზე ამხელა ფსონს დებენ, ეს კომიკური ფსონები იყო მათ შორის, იმიტომ რომ როცა დავიბადე, მაგალითად, დეიდაჩემმა ჩემი ჭიპლარი წაიღო და უნივერსიტეტის მერხში შეაგდო. თესეულში და თქვა რომ აი აქ უნდა გამოვიდეს პროფესორი, პროფესორი ჯერ არ გამختارვა სხვა შორის, იმიტომ რომ ეგ განხრა ჩემთვის ჯერჯერობით, მაინც და მაინც ახლოს არ არის. აკადემიური მუშაობა ალბათ სხვა დრო და მოთმინება ჭირდება, განსაკუთრებით გურული კაცისგან. მაგრამ ნუ ხო რაღაც მიმართულება ჭიბლარმა მისცა. და გურულებს განსაკუთრებული იუმორის გრძნობაც აქვთ. იუმორიც კიდევ დიდი ინტელექტის ნაწილია. კი, მე ვფიქრობ, რომ იუმორი განსაზღვრელი ამბავია, იმიტომ რომ იუმორი გულისხმობს გარკვეულწილად გადარჩენისთვის მზაობას. ანუ როდესაც შენ ხუმრობ, ესე იგი შენ ადასტურებ, რომ სიცოცხლეში მონაწილეობ. როცა იუმორს კარგავ, მან თავდება ყველაფერი. აი, როდის მიხვდი, რომ მხოლოდ ინტერესის სფერო არ იყო შენთვის ლიტერატურა და ეს პროფესიად უნდა გეცეს? მალევე, იმიტომ რომ რაღაცები ძალიან ებმის ერთმანეთს. ერთმა შესანიშნავმა პოეტმა თქვა, როცა ტექსტს წავიკითხავთ, გვაქვს უპირატესობა პოეტად ყოფნის დროსაც, მაგრამ გადავაკეთოთ ცოტა ეს ნათქვამი, ერთი ცრემლით მეტი ვიყოთ სხვაზე. სხვისი ცრემლი წამოვიღოთ, სხვისი ღიმილით წამოვიღოთ, სხვისი გამოცდილება წამოვიღოთ და რაღაცნაირად თქვათ მოვახერხოთ ის, რომ ბევრი ადამიანი დავიტიოთ ჩვენს თავში. ეგ არის ლიტერატურის უპირატესობა. მე-5 კლასში ვიყავი მახსოვს. ხო, ძალიან პატარა. და დავიწყე რაღაც გრძელი ტექსტების წერა, ვაჟა-ფშაველას მიბაძვი და მივდიოდი და მამაჩემი უკან რო ეძებდა ბალახს ძროხებისთვის. ნამგლით ხელში მას უკითხავდი, მამაჩემი რა თქმა უნდა ძალიან მაქებდა და მეუბნებოდა ეს არის სუპერ გენიალური და მე ძალიან კმაყოფილი მივდიოდი, იმიტომ რომ აუდიტორია ძალიან მნიშვნელოვანია მწერლისთვის და ვიღაცას უნდა გაუზიაროს, იმიტომ რომ მე ვეთანხმები იმას, თუ კი ვინმე ხელი მოკიდა კალამს, ნუ ახალი გაგებით კლავიატურას, აუცილებლად იგულისხმა მკითხველი. შემიძლია რომ მამა იყო პირველი, ვისაც აკითხებდი. მე ან ახლა კიდევ უფრო არის თუ არა ადამიანი, რომელსაც პირველს ანდობს შენს ნაშრომს და ნაწერს. დესაკრალიზაცია განიცადა ამ ამბავმა და ეგ Facebook-მა ქნა ჩემი აზრით და სოციალურმა ქსელებმა, იმიტომ რომ წინსწრებით ადამიანს ააქმნება, რაც შეიძლება ბევრმა ნახოს. და დადო და აბა რა სიტყვიან და ასე შემდეგ. ნაწყვეტებს ბუნებრივია სრულ ტექსტებს თუ პოეზია არ არის, არავინ არ წერს, ამიტომ ცოტათი მეც ამის ტყვე ვარ. სხვა პროფესიაზე თუ გიფიქრია ოდეს, მე თუნდაც პატარა ასაკში არ მეერე უკვე პატარა ასაკში რა პროფესიის წარმომადგენლის სახელსაც გავიგებდი, მინდოდა ყველაფერი. ანუ ყველაფერი გაინტერესებდა. ყველაფერი მაინტერესებდა, მე მგონი კანონიერი ქურდობა არ მდომები. რა უფრო რთულია შენთვის, საუბარი თუ დუმილი? ჩვენ ვართ ის, რაზეც ვდუმვართ. ამიტომ დუმილი ადვილია, იმიტომ რომ გარკვეულწილად შენ საკუთარ თავს, საკუთარ ვნებებს, იმ დაკეტილ კარებებს, რომელსაც არავის არ გაუმხელ, იოლად ინახავ. სიტყვა ძალიან მნიშვნელოვანია. სიტყვამ შექმნა ადამიანი ისეთად, როგორც ჩვენ ვიცით, მაგრამ სახიფათოა. იმიტომ რომ სიტყვა მერე განგაპირობებს რა სიტყვი, ხო? გარკვეულწილად პირად ურთიერთობებშიც, საქმიან ურთიერთობებში ყველგან
სიტყვა შეუძლია რომ წამოქცდეს, წამოცდენილი სიტყვა შეუძლია რომ ფეხი გადაგიბრუნოს, რა ვიცი, სიტყვა ატრიალებს კაცობრიობას, დუმილი უფრო უსაფრთხო გარკვეულწილად. და საინტერესო ამავდროულად, მაგრამ მე ხო, თლად მდუმარე არსებას არ ვგავარ. იყო შენს ცხოვრებაში ეტაპი, როდესაც საკმაოდ ბნელ კუთხემდე მიხვედი. ამ დროს რა იყო ყველაზე რთული? ჩემი ლაპარაკის ახლა უფრო გაიშვიათებული ზმუნებრივია მომაბეზრებელი რომ არ გახდეს, მაგრამ მაინც საჯაროობის ერთი мотивация არის ისიც, ეს პირველი ჩემი ინტერვიუს მერე დადასტურდა, რომ ძალიან ბევრი ადამიანს ვეხმარები ამით. ზუსტად ამიტომ მინდა რომ ამ თემაზე ვილაპარაკოთ. და მე მოუწოდებ სხვასაც, ვისაც ბუნებრივია ამის ერთი მხრივ ნებელობა აქვს, დაძალებით ამას ვერავის ვერ დააძალებ და მეორე მხრივ შესაძლებლობა რომ ფართო აუდიტორიას ელაპარაკოს, ხშირად ისაუბროს მენტალურ ჯანმრთელობაზე, რომელიც ჩვენი პერიოდის პანდემია საერთოდ, იმიტომ რომ რეალურად შფოთვითი აშლილობები ისე გახშირდა, რომ აღარ არის რაღაცა უკიდურესად სპექტრული ამბავი, მიუხედავად იმისა, რომ ის ბევრ ნაწილად იყოფა, ხო? ეს არის ძალიან რთული და ერთგვარი ეს ლიტერატურის ტერმინი რომ გამოვიყენოთ, კატაბაზისური მოგზაურობა, ჯოჯოხეთში ჩასვლა. ერთგვარად დანტესი არ იყოს, სადაც მაინც და მაინც ვერგილიუსი არ გახლავს. ანუ მარტო ხარ. ბევრმა რაღაცამ იმოქმედა, ხო? არის რაღაც კონკრეტული შეიძლება ასე თქვას შფოთვითი აშლილობებისკენ, მაგალითად მე ალბათ უფრო ობსესიური ტიპი ვარ. მიდრეკილება, რაღაც სტრესები და ჩემ შემთხვევაში მე იყო არაჯეროვანი მკურნალობა, რომელიც პირველ რიგში ჩემბრალია. ანუ არ დაჯერება სპეციალისტების, იმიტომ რომ რთულად ასატანი იყო ეს ტანჯვა ძალიან, თავში ეს ობსესიები გიტრიალებს, რუმინაციები, მე ეს ხეულზე გადმოდის, ტანჯავს, ვეღარ ისვენებ, მე დეპრესიული ფონიც ერთვის, დერეალიზაცია, დეპერსონალიზაცია, 1000 რაღაც, რომელიც თავიდანვე ესე მძაფრად იწყება? არა, ნელ-ნელა იწყება და მძაფრდება და თუ არაჯეროვანი მკურნალობა მიაყოლეთ, ჩემ შემთხვევაში ვთქვათ, ეს იყო არეული მედიკამენტური მკურნალობა, ხო, ანტიდეპრესანტები ბოლომდე არ მიმყავდა, ტრანკვილიზატორებს ვახმარდი, ასევე არაჯეროვნად და ასე შემდეგ და ასე შემდეგ დამშვიდებულიყავი. კიდევ უფრო დიდ და რთულად ახსაქმელ ტყეში შედიხარ, სადაც ყველაფერი ბუნდოვანია. და მხოლოდ ტანჯვას გრძნობ და ფიქრობ, რომ ეს ექსკლუზიურად შენ და გემართა და ამავდროულად ფიქრობ, რომ აქედან გამოსავალი არ არის. მით უმეტეს ეს ობსესიური ადამიანისთვის ძალიან რთულია. შებიცარი, ხო? ხო, ცხადია, ობსესიები გულისხმობს იმას, რომ შენ გაქვს აკვიატებული ფიქრები და მათ შორის ფიქრები იმასთან დაკავშირებით, რაც მორალმა ჩარჩოდ დაგიდო და შენ ფიქრობ, რომ ამაზე არ უნდა ფიქრობდე. ეს იწყება პატარადან, მაგრამ ტვინი გაიძულებს, რომ კიდევ და უფრო გაღვნავ. წარმოიდგინეთ, რომ არის ლაბირინთი, სადაც შენ მიდიხარ და ამბობ, რომ აი იქ მისვლა საშიშია და მე დავიღუპები. რაღაცნაირად მიყავ ხარ საკუთარ თავს მაინც იქამდე, რომ აუცილებლად დაგტანჯოს იქაურობა, მაგრამ როცა ამოწურავ, მაშინ იტყვი, რომ არა, აი უიმე იქ მეორე ადგილას მისვლა უფრო საშიშია და იქით მიდიხარ. სხაპრებში არის ეს ამბავი. ხო, რა საინტერესოა მაგ დროს მართლა არ შეგიძლია საკუთარი ემოციები, აი ეგ მაინტერესებს. რთულია. გააჩნია მდგომარეობას კლინიკურ მოცემულობაში, შენ გჭირდება მედიკამენტური მკურნალობა, სასურველია რომ რაღაც ეტაპის მერე, სადაც თუ უკიდურესად რთულ ფაზაში ხარ და გადალახავეს მედიკამენტურიც იყოს და ფსიქოთერაპიასთან რაღაცნაირად შენივთებული, მაგრამ ნებელობა და რეფლექსია ბუნებრივად უკიდურესად განსაზღვრელია და კიდევ უფრო განსაზღვრელია, როდესაც შენ ამ მდგომარეობიდან გამოდიხარ, რომ მე აღარ შევრდე, იმიტომ რომ ასე კი არ არის, რომ მე აქედან გამოვიდი და რეალურად აღარაფერი აღარ მახლავს თან იქაური სადაც მოგზაურობდი, არა. იმ ამბის მემკვიდრე ვარ და რეალურად ეგ მაინც მეტნაკლებად. საბოლოო ჯამში არსად არ მიდის, დღესაც მაქვს. უბრალოდ მართვას სწავლობ. მართვას ვსწავლობ სოციალური გაუქმების მიმართულებით ვეღარ მოქმედებს, ანუ ჩვეულებრივად ქმედით უნარიანი ვარ, არ ვიმჩნევ და არ შემჩნევ ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ტვინიც აღარ იმჩნევს მე და ტყულდება გარკვეულწილად და ვიცი რომ აი 2-3 დღე არის და არის. დღის ფაზები ქონდა ამ გართულებას? როდესაც ძალიან ცუდად ვიყავი, დღის ფაზები კი არა, დღე როდის იყო და ღამე როდის იყო, ისიც აღარ მახსოვდა და აქედან გამომდინარე, ხო, ნაკლებად. ეს რამე კონკრეტული ახლა შეიძლება თუ გინდა არც მიპასუხო, რამე კონკრეტულმა ერთმა ამბავმა მოახდინა ამის პროვოცირება? ერთი ამბავი შეიძლება იყოს სხვა შემთხვევაშიც და შემთხვევაშიც ბიძგის მიმცემი,
მაგრამ სინამდვილეში არის კომპლექსური. ანუ როგორ ხდება სტრესი ორგანიზმი, რა ცოდნა აქვს. ილექება რაღაცები. ხო, გამოფიტულია, არ არის გამოფიტული, რა გენეტიკური მზაობები არსებობს, როგორ ამას ამბობენ მკურნალობს. კი გენეტიკაზე ძალიან ბევრი ძალიან მნიშვნელოვანი რაღაც არის. ჩვენ რეალურად გენეტიკური არსებები ვართ, განსაზღვრული ვართ საკუთარი გენეტიკით. ოღონდ ეს გენეტიკა მაინც იმას კი არ ნიშნავს, რომ უი ბებია ჩემს არაფერი ჭირდა და დედა ჩემს არაფერი არ აქვს. არამედ ძალიან ღრმაა და შორეული შეიძლება იყოს და გულისხმობდეს რაღაც ტიპის ადრეული, თუ შეიძლება ასე ითქვას, თაობების სტრესებს, ტრამვებს, რომელიც მერე შენში გამოვლინდა კონკრეტული სტრესის კვალად, ხო? ეს კაზომილი და დადასტურებული ამბავია, მაგრამ ასევე დადასტურებულია ისიც, რომ ოდესღაც ხომ რაღაცამ შეცვალა ის გენეტიკა, ტრავმა, ასევე ადამიანს შეუძლია რომ შეცვალოს თავის თავში ეს ხაზი საკუთარი ნებელობით, სწორი მიდგომით. სამედიცინო აზრით ლაპარაკობ და არა ეზოთერული თვალსაზრისით. და შესაბამისად თქვათ, გააუმჯობესოს თავისი თავი და გადატეხოს. ეს არის ადამიანად ყოფნის უპირატესობა, მე მგონია რომ აქ ბევრი რაღაც იყრის თავს, ხო? ის დღე თუ შეგიძლია რომ გაიხსენო ის კონკრეტული დღე, როცა ყველაზე მძიმე ეს დღე გახდა უბრალოდ ცნობილი, მაგრამ ის დღე არ ყოფილა ყველაზე მძიმე ჩემთვის. არა? არა. იმიტომ რომ მაშინ ჯერ კიდევ რახან საჯაროდ დავწერე ეს, მინდოდა გადარჩენ. აფექტში ემართება ხშირად ადამიანებს. აფექტი ყოფილიყო შეიძლება თუ მაინც აფექტს დავარქმევ ის დღე, წინა დღე ან მომდევნო დღე. ანუ რამე განსაკუთრებული იმ დღეს არ მომხდარა. უბრალოდ ზღვრული მოცემულობა იყო, როდესაც ვეღარ ვუძლებდი და ბუნებრივია რომ რეალურად ამ დროს გარკვეულწილად გაქცევის სურვილთან ერთად გაქვს გადარჩენის სურვილს, ვიღაცამ გიშველს. და ეს ორი ერთად მუშაობს. შენ გონია რომ ყველა შემთხვევაში არის ყოველთვის ჩემ შემთხვევაში უკიდურესად ინდივიდუალური. არის სოციალური ცდილობებიც ამ მიმართულებით, რაღაცა კონკრეტული პრობლემა აქვს და იმას ვერ ლახავს. მეორე ხარი ყოველთვის არის ხოლმე, თუნდაც აფექტში. გააჩნია, არის სხვა ტიპის აშლილობა, მათ შორის სწორედ ამ მიმართულებით მიდრეკილი ადამიანები არ ვიყავი, მაგრამ მე ამაზე გაცილებით სუდად ვიყავი შემდეგი 3 თვე. გაცილებით სუდად, სადაც უკვე კი, გადარჩენის, ტექნიკური გადარჩენის მე. როდესაც მე უკვე გაცილებით მზად ვიყავი სიკვდილისთვის. იმიტომ რომ ტანჯვა გაათმაგდა, იმიტომ მე მომიწია სხვა კლინიკაში მკურნალობა. იქამდე შიში არ ქონდა ბუდიში გაწყვეტილი სიკვდილის შიში. სიკვდილის შიში ძალიან საინტერესო რაღაცას მოგიყვებით. ადამიანი არის უცნაური არსება, იმიტომ რომ მისი ხანგრძლივი სოციალური ცხოვრების მერე კულტურამ და კულტურით, თუ შეიძლება ასე ითქვას, განპირობებულმა მორალმა იმხელა გავლენა იქონია მასზე, რომ არსებობს სიკვდილის შიშზე უფრო დიდი შიშები. ტრივიალურ ამბავს მოგიყვებით და მე თქვენ გადაწყვიტეთ ამას გავუშვებთ თუ არა, მაგრამ როდესაც ამ ამბავს ვაპირებდი, ფიქრობდი რა მეთოდით გამეკეთებინა ეგ. და თავიდან გადავწყვიტე იმით, რასაც ბევრი აკეთებს, რომ მოდი სამართებელს თუ ერთჯერად სამართლებს ვიყიდი და ამით გავაკეთე, მაგრამ ძალიან ცუდად, უკიდურესად, რაღაც ბუნდოვანებაში, ფსიქოტროპული ძამლები და 1000 უბედურება, რომელმაც განსაზღვრელად ცუდი გავლენა მოახდინა მაშინ ჩემს და შევედი ერთ-ერთ მარკეტში. და მივედი ბოლოში ამ მარკეტის და წარმოიდგინეთ ფსიქოლოგს მაქვს გადაწყვეტილი. და ავიღე ის რაღაც ერთჯერადი საფარსი თუ რაც ქვია, ზუსტად არ მახსოვს სახელდება იმ ბრენდის და მოვდივარ, მაგრამ ხო მაინც თქვათ წესრიგში არ არის გონება, ჯიბეს ჩავიდე და მე შუა გზაში ცოტა გრძელი მაღაზია იყო, გამახსენდა რომ ჯიბეში მედო და ამოვიღე. და უცებ დამეწყო პანიკური შიში, რომ ვიღაცა მას გადაიღებს, გადაღებული ექნება, რომ მე ვიპარავ ამ რაღაცას და ეს არის უდიდესი სირცხვილი ჩემთვის და საშინელება და აი უკიდურესი გვემა დავიწყე საკუთარი თავის თუ რამაც დაიწყო თქვა ამ აშლო. და შესაბამისად როცა მივედი მაყიდულთან მეუბნები რომ ახლა მე კი ამოვიღე ეს კამერა მიღე, მაგრამ ჩავიდე, მაგრამ ეხლა ამოვიღე და ვყიდულობ, რომ გადავაზღვიო ჩემი პოტენციური სირცხვილი. ხო ძალიან ცნაური ამბავია. ადამიანს აქვს თავის მოკლება. რატო ფიქრობ? რატო გაინტერესებს, ხო? ენაღლება, სადმე შეწყვეტა თუ არა? არა, ენაღლება. იმიტომ რომ ეგრე ჩამოყალიბდა ადამიანი.
რომ მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის სხვა რაღაცეები და მათ შორის სიკვდილზე მნიშვნელოვანიც და სრულიად არა შემთხვევით თქვა რუსთაველმა ჯობს სახელისა მოხვეჭა ყოველსა მოსახვეჭას ეს ძალიან მკვეთრად კონდენსირებული ადამიანი. შეიძლება იმიტომ რომ ეს არის უკვდავების დადასტურებული ფორმა და ამით აგრძელებს შენ სიცოცხლეს საკუთარი სახელი და არავინ არ იცის რა არქეტიპი მუშაობს, მაგრამ ფაქტი ესაა. ამიტომაც სიკვდილის შიში გამსაზღვრელი შიში ვერ იქნება ადამიანისთვის. სხვა შიშები აღმოჩნდა რომ უფრო მაღლა დგას. აი იმ პერიოდში მარტო იყავი ყოველთვის? არა, რამდენიმე ადამიანი შემორჩა ჩემ ცხოვრებას, რომელმაც გაუძლო ამას. ძალიან რთულია იყო ჭირისუფალი, შუათვით აშლობის დროს ადამიანის, უკიდურესად რთულია. და მე ვერავის ვერ გავაკრიტიკებ თუ ვინმე ვერ გაუძლებს და რაღაცნაირად განერიდება, ხო? მესმის რომ ეს ცოტა ისე ჟღერს, არა, თქვათ, მომხიბვლელად, ხო? ვიღაცის როგორ ვერ უძლებს შენი მეგობრის, შენი შეყვარებული სახმა. არ არის ესე ადვილი არ არის, იმიტომ რომ შენც იმის ნაწილი ხდები და შენც ნადგურდები. მაგრამ კი, რამდენიმე ადამიანი დარჩა. ზოგი ისეთი, რომელიც არ მეგონა რომ დარჩებოდა. ხო არ ქონდა ეს მომენტი, რომ გაღიზიანებდნენ პირიქით ადამიანები? არა, ადამიანები გაღიზიანებენ, ცხადია, მე ვგულისხმობ ამ შემთხვევაში იმას, რომ ისინი მეხმარებოდნენ ამ გაღიზიანებას. კი, მაგრამ ანუ ხო არ ცდილობდი განრიდებას? განრიდებული ვიყავი. მე ძალიან რთულ კლინიკურ ფაზაში ვიყავი იმ თვალსაზრისით, რომ რეალურად მიწევდა ძალიან დიდი ძალისხმევით რაღაცეებში ჩართულობა, ოღონდ ძალით, მაგრამ არც ერთ სამსახური არ მიმიტოვებია. აი რა, ხერხებდი ანუ მაინც მინიმუმს მაინც ვაკეთებთ. ანუ პასუხისმგებლობის გრძნობაც აღმოჩნდა, რომ ტანჯვის თუ შეიძლება ასე ითქვა, საპირწონედ შეიძლება იქცეს და უცნაური არსება არა ძალიან ადამიანი. ბევრი რაღაცით არის დანახული. ესე ახლოს მიდიხარ უკვე სიკვდილთან, არ აქვს მნიშვნელობა რომელ კონკრეტულ დღეს, თუნდაც ის დღე იყოს. მაგ დროს რა ფიქრი იწყებს პირველად თავშემოსვლას? შიშის და გათავისუფლების. ანუ ორი რაღაცა, ერთი გეშინიანის. ინტერესი ხო არ გქონდა? არა, ნაკლებად, ზოგადად ყველა ადამიანს აქვს ინტერესი რა არის სიკვდილი, ოღონდ შიშნარევი ინტერესი. მაგრამ მაგ შემთხვევაში ნაკლებად. ყველას, ვისაც ეს გააწყვეტილი აქვს, უნდა მოუწოდოთ პირიქით, არა იმიტომ რომ რაღაცა გადაცემის ფორმატი გავალდებულებს, არამედ ფაქტი. დღეს სოციალი ვარ და ვზივარ და ვლაპარაკობ და რაღაც სიხარულები ჩემ ცხოვრებაში არსებობს პარალელურად და ვერ გაუქმდა. ხო? ეს ხო დადასტურებული ამბავია, მათ ცხოვრებაშიც ეგრე იქნება. ხო, აი ეს იქნება მთავარი რჩევა. ალბათ პირველს, რასაც ურჩევდი ადამიანებს, სანამ თლად აქამდე მივლენ, თუ ეს განპირობებული არა სიტუაციური, არამედ მენტალური ამბის გამო, ხო, არსებობს სიტუაციური მოცემულობებიც, ვისაც რაღაც სხვაგვარი იძულებები აქვს, ხო, აუცილებლად გაამხილონ თავისი მდგომარეობა და დაიწყონ მკურნალობა. გამხელაში მაინც რაღაც ეკრანზე გამოჩენას არ გულისხმობს, ძალიან ინდივიდუალური. უკიდურესად ახლობელ ადამიანებს უთხრან და მივიდნენ ექიმთან. რომელ ექიმთანაც უნდა სტიგმა კიდევ არის, ხო? კი, ძალიან მძაფრად, იმიტომ რომ რეალურად ჩვენ ხო მაინც ესეთი ტოტალიტარული ფსიქიატრიის მემკვიდრეები ვარ და ჯერ საერთოდ ვერ ვსვაზღვრავთ მაგალითად განსხვავებას ძველი ტერმინები რო გამოვიყენოთ ნევროზულ მოცემულობასა და ფსიქოზურ მოცემულობას შორის. მე ამ რაღაცა გიჟს ეძახიან ყველას ფსიქიატრთან თუ მიდის, ვახ, უკვე დამთავრებულია მაგის საქმე, მაგის მაგივრად მე მიდიან სხვაგან, რომელიც აბსოლუტურად სხვა სამედიცინო დისციპლინას გულისხმობს, ნევროლოგიას. იმიტომ რომ უფრო ჰუმანურად ჟღერს და ნევროლოგიას არაფროში არ არის ამ სფეროსთან, როგორ არ არის რაღაც მომიჯნავე მოცემულობებით, მაგრამ არ მკურნალობს ოფიციალურად ნევროლოგიის შფოთვით აშლილობებს. საქართველოში მე კი არ ვაკრიტიკებ იმ ნევროლოგებს, იძულება აქვთ უბრალოდ და ძალიან ბევრი კარგადაც უძღვება ამ საქმეს, მაგრამ ნორმალური მოცემულობა ეს არ არის. გადარჩენის შემდეგი ეტაპი იყო რთული ომითხარი, ხო? ხო, ეგ იყო ძალიან რთული პერიოდი, იმიტომ რომ ბევრი ნიუანსი არსებობდა, ხე თანხლელი იქნება ამაზე დაწვრილებით ლაპარაკი, იმიტომ რომ აი ამ თქვათ მედიკამენტების ჩახსნის პერიოდი, მე უკვე შესაბამისი თქვათ ეპილოგები ამ ამბის რაც მოსდევს, რომელიც უკიდურესად რთული გადასატანია და ეს სხეულის და სულის ერთობლივი და ესეთი გენერალური ტანჯვა იწყება მაშინ, მაგრამ გადავლახე რა და გადავლახე რაღაცნაირად ალბათ ბევრი რაღაცის ერთობლიობით და მათ შორის მანდ უკვე მე გვიან ჩაერთო ჩემი ნებელობაც, იმიტომ რომ დავიწყე ხელახალი ვარჯიში
ცხოვრებაში და ყველა ამბავი, რომელიც მაშინებდა, შემოვიყვანე ჩემში ძალით, სოციალურადაც და ფიზიკურადაც. და შიშებში შესვლით ვაუქმებდი თუ არა ყოველ შემთხვევაში ვამსუბუქებდი ამ შიშებს და რაღაცნაირად თქვათ ამ ამბავმა ძალიან გაამართლა. ამ პერიოდიდან რამდენი წელია გასული ხა უკვე? გამაჯავრთელებიდან? მე მახსოვს დღე, ბუნებრივია, როდესაც პირველად ვიგრძენი საკუთარი თავი ამ სამყაროს ნაწილად. კაი რა, ესეც იყო, ანუ ესე თავისთავად არ მოვიდა. ხო, ეს ხდება მერე ნელ-ნელა, მაგრამ პირველი შემჩნევა მოულოდნელია. და შეიძლება რაღაც დეტალია? შენ თვალს ახელდა, არა, ჩვეულებრივობის განცდა. ანუ ეგ არის ყველაზე მაგარი. ანუ რამე განსაკუთრებული კი 5 მზე კი არ ამოდის, ან შენი ფანჯარა ჯადოსნურ, თქვათ, კარად კი არ ირჩევა, იქცევა. არამედ როცა გახედავ, დაინახავ რომ მზეა და ფანჯარა ჩვეულებრივი ფანჯარა. და გვერდით რომ გაიხედავ, დაინახავ რომ რაღაცა მაგიდის თუ შეიძლება ასე ითქვას, ნატურაა, რომელიც ასევე ჩვეულებრივია. და დაინახავ რომ წიგნიდევს, რომელიც წიგნია და ჩვეულებრივი წიგნია და რაღაც ბუნდოვანებაში მყოფია, მაგრამ ეს გიხარია. და მე ნელ-ნელა შეაბიჯებ ამ ყველაფერში, უკან წამოსვლებით ცოტათი მე ისევ წინ წასვლით და ასე შემდეგ და შემდეგ. საინტერესო ამბავი, არავის არ უსურვებს ხადია ამ საინტერესოების ნაწილად ყოფნას, ტანჯველია, მაგრამ საინტერესო არის. ისე თუ გიფიქრია, რომ ამ განცდებზე უფრო ღრმად და ძირფესვიანად დაგეწერა. აუცილებლად, ჯერ ამისთვის მზად არ ვარ, მაგრამ მაქვს გამზადებული ჩემს სამუშაო მაგიდაზე ერთი ტექსტი, რომელიც ალბათ იქნება ჩემი პირველი უშუალოდ მხატვრული, პროზაში მე მხატვრულ დოკუმენტურ ტექსტებზე ვგულისხმობ, უშუალოდ მხატვრული რომანი, რომელსაც ობსესიები ერქმევა. სიცოცხლე გადააფასე? ვიცით რა, არ ვიცი, ესე რაღაცა ზე ფილოსოფიურად ამისთვის არ შემიხედავს და მაინც რომ მოგატყუოთ და გითხრათ რომ ამის მერე ყველა ჩიტის ჭიკჭიკი მესმის და პეპლებს უყურებ და ამით ტკბები არ ვიქნებ მართალი. ყალბი ვიქნებ, მაგრამ ხასიათობრივადაც არ ვარ მიდრეკილი ამისკენ. ხო. და იყო შენ რომანტიზმის არა, აი ამ რაღაცა მე ცუდ ამბად კი არ მივიჩნევ, ხანდახან მშურს ხოლმე იმ ხალხის, ვისაც აი ყოველდღიურობით გამოწვეული ბედნიერების განცდა აქვს და შეუძლია, ხო, რაღაცებს შეხედავს, ჭიქადებს და კაი არის, ჭიქადებს. კინომ წავაქცი. რამდენჯერმე მქონდა ეპიზოდი, ფიქრობდი, აი ხო არ დაბრუნდა სრულად. ნიშნები როგორ მოდის, რომ აი ხო არ. სომატურიც არის, ანუ სხეულიც გრძნობს და ფიქრების თქვათ, სტრუქტურა იცვლება და განცდა იცვლება და რა ბევრი რაღაცა არის, მაგრამ ნუ არა. ადამიანები ამბობენ, რომ ხშირად ერთმანეთს უსურვებთ, რომ 100 წელი იცხოვრე. აი ესეთი სურვილი შენ თუ გაქვს, რომ რაღაც გარკვეულ ასაკამდე გინდა, რომ იყოს სურვილის დონეზე ვამბობ. რაღაცა წინასწარი სურვილები არ მაქვს. ახლა ცხადია მინდა რომ რაღაცეები გახანგრძლივდეს, მათ შორის თუნდაც კეკეს გამო, ჩემი შვილის გამო, უფრო ხანგრძლივად დავაკვირდე მის ცხოვრებას, ეს ჩემთვის ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანია და შეიძლება ცოტათი მისთვისაც საჭირო და ეს мотиваციას მაძლევს, ცხადია, რომ მაინც ხვალ დილით არ მინდოდეს სიკვდილი. სიცოცხლე რა არის შენი აზრით? სიცოცხლე არის საინტერესო გაუგებრობა, ჩემი აზრით. და ერთიც და მეორეც, ჩემი აზრით, არის უკიდურესად მომხიბვლელი. იმიტომ რომ როდესაც ჩვენ ამ გაუგებრობაში შევდივართ და ვქმედებთ ჩემი აზრით ძალიან საინტერესო მოცემულობებს ვაწყდებით. ოღონდ ეს საინტერესოობა გულისხმობს ტკივილსაც, გულისხმობს იმედგაცრუებასაც, გულისხმობს ყველაფერს სხვადასხვა უბედურებას, რაც ადამიანმა შეიძლება ადამიანს მოაწიოს, მაგრამ მერე ამაზე გამარჯვებას. მერე ისევ დამარცხებას ციკლურად, მაგრამ ამბებს, რომელიც ხდება. მე მგონია, რომ ადამიანი არის პერსონაჟი. თუ ის ასე აღიქვამს თავს სამყაროში, ყველაფერს რაც მის თავს ხდება, აღიქვამს რაღაც ტექსტის, რაღაც ამბის ნაწილად და ეს გაუადვილებს მას ცხოვრებას. სად მთავრდება ზღაპრები? ამ ფრაზასთან ცხოვრობდნენ დიდხანს და ბედნიერად. კაცი შვილს არ აინტერესებს დიდხანს და ბედნიერად რო ცხოვრობდნენ იქ რა ხდება. შეიძლება ესეთი რაღაც შეიძლება არც არსებობს,
მაგრამ მეორე თუ არსებობს, არის ძალიან მოსაწყენი და უინტერესო. ანუ ამბავი ხდება იქ, სადაც არის წინააღმდეგობა, სირთულე, მარცხი, სისუსტის კვალა, ძლიერად ყოფნა და ასე შემდეგ, ბევრი სხვა რაღაც. მაგრამ მოქმედება. და ჩვენ თუ ამ მოქმედების ნაწილები ვიქნებით, მაშინ სიცოცხლე ღირს. ნამდვილად. გული რაზე გწყდება? გული რაღაცებზე მწყდება, მაგრამ მივიჩნევ, რომ ეს იმდენად გარდაუვალი ნაწილია ცხოვრების, რომ ვერაფერს ვერ შეძლო. ვიღაც ადამიანები, შეიძლება ვიღაც ადამიანები შემზეც წყდებათ გული, მეც შემშლია არაერთთან. რაღაც გარდაუვლად. მაგრამ მგონია, რომ ეგრე მოხდა უბრალოდ ტექნიკურად, რომ შეიძლება გაცილებით ბევრს უფრო ჩემთან რაღაც შეეშალა რაღაცების გამო, უბრალოდ არა იმის გამო, რომ მე უკეთესი ადამიანი ვარ და ის უარესი, უბრალოდ რაღაც სიტუაციებმა და მდგომარეობებმა განსაზღვრა ეგ. და გული მწყდება მაგაზე, ადამიანებზე მწყდება გული, მაგრამ თანამედროვლად ეს გულის წვეტა არ არის რაღაცა ისეთი აკვიატებული, იმიტომ რომ ვიცი რომ ეგ არის ცხოვრება რა. ანუ ვერც ვერ უზო. და რას ნანობ ყველაზე მეტად? ვიღაც ადამიანებს თუ რამე რაღაცები შემიძლია დადასტურებით თქვა, რომ მაგალითად აი შეგნებულად და წინასწარ განზრახვით ცუდი არავის არ გამიგეთებია. შეიძლება ეს რაღაცა კომპლექსის და შიშის ნაწილიც არის, არ ვიცი, რის გამო მოხდა ეს, სუპერ კეთილად კი არ მივიჩნევ, შეგნებულად, მაგრამ გამომსული. არაერთ ადამიანთან და მათ შორის ძალიან ახლობელთანაც და ამას უნანობ. რა თქმა უნდა, იმიტომ ბევრმა რაღაცამ განაპირობა ეს ჩემმა ხასიათობრივმა ამბებმა, რომელიც ბევრი ამის ჯამია და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მომიყევი შენს პირად ცხოვრებას. რა თქმა უნდა, უკიდურესად მნიშვნელოვანია, როდესაც ხვდები ადამიანს, რომელთან ერთადაც მე შენ ცხოვრებაში ჩნდება ადამიანი, რომელიც ვიღაცისთვის ბიოლოგიურად, მაგრამ ჩემთვის ემოციურად გაგრძელებს. იმიტომ რომ შვილი ჩემთვის აღმოჩნდა არა იმდენად რაღაცა ასეთი ტიპური ამბავი, არამედ სიცოცხლისთვის, აი საკუთრივ ჩემი სიცოცხლისთვისაც იმპულსის მიცემ, გარდა იმისა, რომ რაღაცნაირად ის ჩემსას აგრძელებს. და ეს დაკვირვება, ეს ყოველდღიურობა, ეს განცდა იმისა, რომ ახალი სიცოცხლე ნელ-ნელა შედის აი ამ ცხოვრების ორომ ტრიალში, რა თქმა უნდა, ჯერ ფრთხილად და მსუბუქად, არის ძალიან ამაღელვებელი. იმიტომ რომ რეალურად ერთი მხრივ ძალიან სასიამოვნოა, მაგრამ მეორე მხრივ ძალიან დიდ პასუხისმგებლობას კიდევს, იმიტომ რომ წინდაწინვე იცი, რომ ამ ადამიანს რაღაც ცუდით შეემთხვევა და ეს შენს გამოა. და წინდაწინვე იცი, რომ ეს ცუდი შეიძლება მისთვის უკიდურესად უსიამოვნოც აღმოჩნდეს და არაერთიც და ესეც შენს გამოა. ამიტომ მშობლად ყოფნა არის ალბათ ამისთვის მომზადება ადამიანის. იმისთვის კი არა, რომ მაინდა-მაინც უთხრა ცხოვრება რაღაც ესეთი იავარდებით არის მოფენილი. არამედ მაქსიმალურად ასწავლო ტკივილის არიდება და გაუქმება. ხო, იმიტომ რომ შენ ხარ ამის მიზეზი, შენ მოიყვანე ის ამ ცხოვრებაში. და შენვე უნდა იყო მიზეზი იმისა, რომ რაღაცნაირად ის უფრო უკეთ ცხოვრობდეს და გაცილებით ბედნიერად ვიდრე შენი ცხოვრება. მშობლად ყოფნა მე ეგ მისია მგონია და არა ვთქვათ რაღაც ტექნიკური მახასიათებელი და ვთქვათ რაღაც აუცილებელი, ხო, ინსტინქტის ნაწილი რაღაც თვალსაზრისით არის ახლა. ადამიანის ბიოლოგიური არსებაა, მაგრამ მე უკვე მერენდელ სოციალურ მოცემულობას გულისხმობ, არა რაღაცა ტექნიკური აუცილებლობების შესრულება, არამედ იმის ჯერ ამას ხაბუნებრივია კი არ არის ამ მასშტაბით კოგნიტურ ასაკში, რომ ამაზე ველაპარაკოთ, მაგრამ ნელ-ნელა და მიაჩვიო და წინასწარი განზრახულობა ორივეს გვაქვს. რა ვიცი, ნახო. როგორი მამა ხარ? არ ვიცი, ვერ გეტყვით, ეს სხვებს უნდა გითხოთ, მაგრამ მცდელობა მაქვს, რომ იყო კარგი. ოღონდ უყურეთ, არ მაქვს რაღაცა ესეთი განსაზღვრული წესები ამ თვალსაზრისით, რომ აი ეს უნდა ვქნა, ეს უნდა ვქნა, ეს უნდა ვქნა, ეს უნდა ვქნა და კარგი მამა ვიქნები. ვაკვირდები და მის სიხარულს რაც გამოიწვევს, იმის გაკეთება მირჩევნია, ვიდრე რაღაც უნდა არის, რომელიც შეიძლება ისედაც გავაკეთო, მაგრამ ეს არ არის განსაზღვრული. ხარ ამხელა? 8 თვის. ხო, აი რამდენ დირევი ხომ მის რუტინაში ყოველდღიურობაში და არის ხოლმე შემთხვევა რომ მამებს რაღაცა ეშინიათ. არა, ეგ შიში არ მე მეგონა სხვა შორის, როდესაც დაიბადა კი არა მანამდე რომ ხელს ძალიან დიდი ხანი ვერ მოვკიდებდი და ძალიან ადვილად გადავლახე პირველსავე დღეს ვესწრებოდი მშობიარობას და მივხვდი რომ არა
შენ ამას შეძლებ, კი არა და ეს სასიამოვნო და მნიშვნელოვანია და გავაკეთე. რა იქნება მთავარი რჩევა, რომელიც მისთვის გექნება, როდესაც დიდი გოგო იქნება? ისწავლოს და გაიაზროს ის, რომ ის არის ადამიანთა საზოგადოების ნაწილი და ადამიანი არ არის თავისთავადი მოცემულობა. ანუ ადამიანობას სჭირდება ვარჯიში და ადამიანობას სჭირდება ამ ვარჯიშის კვალად გაზრდა და ახალი საფეხურების მოსინჯვა და ამას რო ისწავლის, იოლად მიხვდება, რომ სხვა დანარჩენი ადამიანები, რომლებიც სუდები არიან, ბოროტები არიან, ცილისწამებლები არიან უბრალოდ ის არსებები, რომლებიც უბრალოდ არის ვარჯიშეს და არაფერი გასაოცარი არ, ამიტომ იმედგაცრუება აღარ ექნება. და მიხვდება, რომ იმ საზოგადოების, იმ არსებების თუ შეიძლება ასე ითქვას, სამყაროში ცხოვრობს, რომელთაც ერთი მხრივ შეუძლიათ რომ გააკეთონ უდიდესი სიკეთე და მეორე მხრივ უდიდესი ბოროტება. ამას თუ გაიაზრებს, გაცილებით იოლად იცხოვრებს, იმიტომ რომ ნაკლები იმედგაცრუება ექნება და მეტი აღფრთოვანება. ნამდვილად. მე მაქვს შენთვის პატარა სიურპრიზი, რადგან ახლა ჩვენ საუბრობთ შენთვის ძვირფას ადამიანებზე და საყვარელ ადამიანებზე, ჩემი გადაცემის წარმოდგენია ბუნების არტი. ეს არის ქართული ბრენდი, ბუნებრივი თავისმოუვლის საშუალებები, ბუნების გზავნილი ბედნიერება შენთვის. ასეთი არის მათი სლოგანი. აქ არის ძალიან საინტერესო ნივთები, თავისმოუვლის საშუალებები და ერთი მინდა რომ ნახო. შენ კი შეგიძლია ნახო. აი ეს პატარა ეს არის შამპონი, როგორც ვიცი. და აი აქ არის ეს ქართული. კი, ქართულია 100%-ით ნატურალური და ნახე, უსაყვარლესია, რომელიც დარწმუნებული არ ძალიან მოეწონება შენს გოგონას. მთელი ოჯახისთვის არის მოკლედ. ვა, ძალიან საინტერესო. შენი აზრით რა არის? პატარა ბავშვი, საფრთხე ძალიან ლამაზია. და სურნელი აქვს სასწაულებ, საოცრად კარგი და მოკლედ ესეთი საჩუქარი გამოვიდა თქვენთვის. დიდი მადლობა. ჩვენი გადაცემის წარმოდგენა. წაუღებ შესაბამის ხალხს დიდი სიხარული. ეხლა მინდა რომ მომიყვე შენს საქმიანობაზე, ამჟამინდელ საქმიანობაზე, ვიცი რომ საკმაოდ საინტერესო პროექტებიც გაქვს. ბევრგან, რაც ეროვნულ ბიბლიოთეკაში აღარ ვარ, რეალურად აღმოჩნდა რომ და ეგრე განვითარდა რომ მაინც იგივე საქმეს ვაკეთებ და უფრო დიდი ინტენსივობითაც რაღაც კუთხით. თუმცა უყურებრივია ეროვნული ბიბლიოთეკა თავის მხრივ ძალიან საინტერესო, გრძელი და მნიშვნელოვანი ეტაპი იყო. ახლა ვარ ბიბლუსის კრეატიული დირექტორი და წიგნიერების გამავრცელებელი საზოგადოების თავმჯდომარე, რომელიც თავის მხრივ გულისხმობს ქართულ სოფლებში ბიბლიოთეკების მოწყობას და საზღვარგარეთ ქართული წიგნის კუთხეების გახსნას და ეს თავის მხრივ ბუნებრივია უკიდურესად მნიშვნელოვანი ამბავი მგონია და ჩემთვის ძალიან სასიამოვნო პროცესია. ამით ცხოვრობ გარკვეულწილად, როდესაც მანქანაზე დავჯდები და მივეშურები რომელიმე სოფელში, ალბათ ერთ-ერთი ყველაზე უფრო შესაბამისი და ბუნებრივი ადგილია ეს გზა ჩემთვის. იმიტომ რომ რაღაცნაირად თქვა, ერთი მხრივ მნიშვნელობას გრძნობ და მეორე მხრივ ის ადამიანები მაინტერესებს. ეგრეთ წოდებული ჩვეულებრივი ადამიანები, სინამდვილეში სრულად არაჩვეულებრივი. საზღვარგარეთაც წიგნის კუთხეებს როცა ხსნით, იგივე განცდა მაქვს ბუნებრივია 2500-ზე მეტ ქართულ სოფელში ვიყავით უკვე. ნუ აქ ითვლება ცხადია ეროვნული ბიბლიოთეკის პერიოდიც და 100-ზე მეტი ქალაქი დაულაშქრეთ, სადაც ქართული წიგნის კუთხე გავხსენით, პარალელურად მუშაობ სკოლაში. მასწავლებლად, პარალელურად ვარ ლიბჯის გენერალური დირექტორი, რომელიც არის ელექტრონული ბიბლიოთეკა, პირველი ქართული ელექტრონული ბიბლიოთეკა 2006 წელს დაფუძნებული, მაგრამ ახლა უკვე ქცეული არაფორმალური განათლების აკადემიად. ვასწავლით ძალიან ბევრ ემიგრანტს, ვასწავლით ბავშვებს ოკუპაციის გამყოფი ხაზიდან, ონლაინ სწავლებებს გულისხმობ, ვასწავლით ბავშვებს გალიდან და რა ვიცი, მე მგონია რომ რაღაც ამბებს მნიშვნელოვანს და აუცილებელს ვახორციელებთ და უფრო მეტი გეგმა გვაქვს. მე მინდა რომ წარმატებები გისურვო. როგორ დაასრულებდი აი ამ ინტერვიუს? რა ფრაზით? უბრალოდ ერთს ვიტყოდი რომ თუკი ჩვენ კიდევ ერთხელ რაღაცნაირად შემაჯამებლად გავიმეორებთ, რაც ამდენი ხანი ვილაპარაკეთ, ცხოვრებას შევხედავთ არა როგორც კარგს და ცუდს, არამედ საინტერესოს. მაშინ ცხოვრებას
გარკვეულწილად მივიღებთ და ვიტყვით, რომ ღირს. ნამდვილად. ძალიან საინტერესო რესპონდენტი იყავი, რაშიც დარწმუნებული ვიყავით და დავრწმუნდი ახლა ისედაც ფაქტის წინაშე. ძალიან დიდი მადლობა ამ შესაძლებლობისთვის. საინტერესო მასპინძელი იყავით თქვენ. და ბოლოს ძალიან დიდი მადლობა ჩვენი გადაცემის მთავარ პარტნიორს, სამშენებლო კომპანია Monolith ჯგუფს, რომელმაც მოგვცა შესაძლებლობა, რომ მაისთ არაჩვეულებრივ მყუდრო, ლამაზ, კომფორტულ გარემოში კიდევ ერთი ძალიან საინტერესო გადაცემა ჩამეწერა. თანამედროვე მწვანე საცხოვრებელი ქალაქის გულში. აქ შენი სახლია. გადაცემის წარმოდგენია ბუნების არტი, ქართული, ორგანული თავისმოვლის საშუალებები, ბუნების გზავნილი, ბედნიერება შენთვის.